ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, განათლების სისტემის რეფორმა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რეფორმების ეფექტურობის გაზრდის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიებას სხვადასხვა უწყებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს მე წარმოვადგინე ის ძირითადი 9 სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ესე ვთქვათ, შემუშავების პროცესში არის სამინისტროში და ძალიან მალე სამინისტრო წარმოადგენს მომავალი მრავალწლიანი ხედვის გეგმას. ეს გახლავთ როგორც ჯანდაცვის სისტემის მართლობის, საკადრო პოლიტიკის, ხელმისაწვდომობის დაფინანსების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების, ასევე იმ ძირითადი გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელსაც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას მომავალი 5 წლის მანძილზე. ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესახებაც ვიმსჯელეთ. განვიხილეთ არსებული პრობლემები, მათი დამომწვევი მიზეზები და გადაჭრის კონკრეტული გზები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება. ასევე ვიმედოვნებ, ეს შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდება.